Ყუთიანური საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 22 ადამიანმა გამოთქვა, განაცხადების მიღების ვადა 6 საათზე ამოიწურა. პრეზიდენტობის მსურველთა სია ასეთია. ფაზილ ალიევი, თამაზ ბიბილური, დავით გამყრელიძე, გია გაჩეჩილაძე, ლევან გაჩეჩილაძე, შალვა კუპრაშვილი, გიორგი მაისაშვილი, ავთანდილ მარგიანი, გიორგი გახოკიძე, არჩილი ოსელიანი, მიხეილ სააკაშვილი, ირინა სარიშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შერვაშიძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, გია ჩხიკვაძე. შალვა ცერცვაძე, შალვა ნათელაშვილი, ავთანდილ ფილაური, ლევან ქიძინიძე, ქართლოს ღარიბაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. ვადის ამოწურის შემდეგ განცხადება გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა დღევანდელი განაცხადების მიღების პროცესი შეაჯამა. საკმაოდ ბევრი ნაცნობი და ცოტა არ იყოს მივიწყებული სახელებიც გვაქვს. ყველა ამ საბუთების გადამოწმება მოხდება ხვალ. ზოგიერთ მათგანს უკვე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გარკვეული ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ მათ მიეცემა დრო ყველა კანდიდატს, რომ ეს ნაკლოვანებები გამოასწორონ. გარდა ამისა, როგორც თქვენ იცით, მათ აქვთ კიდე დარჩენილი 10 დღე იმისთვის, რომ მოაგზავნონ 50,000 ხელმოწერა, როგორც მინიმუმ. შემდეგ 5 დეკემბერს მათ უნდა წარმოადგინონ ეს 50,000 ხელმოწერა და უკვე CESCO იმსჯელებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორედ არის ეს ხელმოწერები შეგროვილი. ამის შემდეგ თუ იქნება რაიმე პრობლემები, მათ კიდე ექნებათ 3 დღე იმისთვის, რომ გაასწორონ ეს მხარდაჭერთა სიები, რის შემდეგაც ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის და ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ. რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვას. მოსახლეობისადმი ჩვენ გამოშვების მიმდინარეობისას შემოგთავაზებთ. საპრეზიდენტო კანდიდატთა განაცხადების მიღება დასრულებულია. ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატებს ხელმომწერთა ბლანკებს ურიგებს. 10 დღის ვადაში კანდიდატებმა 50,000 ხელმოწერა უნდა წარმოადგინონ. გადამოწმების შემდეგ კი CESCO მიიღებს გადაწყვეტილებას დაარეგისტრიროს თუ არა კანდიდატი. ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე 2 კვირაა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატურების შეტანა დილიდან დაიწყო. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ CESCO-ში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დღეს ერთ-ერთმა პირველმა წარმოადგინა. წინა დღეს კანდიდატურები წარმოადგინეს შალვა ნათელაშვილმა, გიორგი შერვაშიძემ და შალვა კუპრაშვილმა. დღეს კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება 6 საათზე, საღამოს 6 საათზე. დღეისათვის დღესდღეობით შემოიტანა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ანუ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა არის შემოტანილი. ოპოზიციიდან ერთ-ერთმა პირველებმა დღეს პრეზიდენტობის კანდიდატურა ახალმა მემარჯვენეებმა წარმოადგინეს. დავით გამყრელიძის განაცხადით CESCO-ში მამუკა კაციტაძემ შეიტანა, რომელმაც აღნიშნა, რომ გამყრელიძეს გამარჯვების საკმაოდ სერიოზული შანსები აქვს. ბატონი დავით გამყრელიძე, მომავალი პრეზიდენტი, წარუადგინეთ CESCO-ში როგორც კანდიდატი. ახლა ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, დაწყებული გვაქვს უკვე საარჩევნო კამპანია და 5 იანვარს ალბათ მიულოცავთ ახალი პრეზიდენტით საქართველოს ჩვენს გამარჯვებას. ქართლოს ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს. ვერცერთ არჩევნებში მან სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა ჩიბუხიანი ადვოკატი ფარხმალს არ ყრის და კვლავ არჩევნებზე მიდის. შანსებზე შეიძლება ვის რა შანსია გააჩნია, რა კრიტერიუმით შეაფასება რა. მე მაგალითად ფული რომ მქონდეს საპრეზიდენტო არჩევნებში საერთოდ არ მივიღებდი მონაწილეობას. წავიდოდი დასასვენებლად კანარის კუნძულებზე. საპრეზიდენტო არჩევნების განაცხადი დღეს რამდენიმე ისეთმა კანდიდატმაც შეიტანა, ვინც საზოგადოებისთვის ფაქტობრივად უცნობი იყო. ასე მაგალითად თამაზ ბიბილური კანდიდატად 9 აპრილის საზოგადოებამ წარმოადგინა, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ჩხიკვაძე დღესაც დარწმუნებულია, რომ კანონიერ ხელისუფლებას საქართველოში ზვიად გამსახურდიას პერიოდის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი წარმოადგენს. არც ერთ ოპოზიციას, δηλαδή ფსევდოოპოზიციას, პოლიტიკური მოთხოვნა არ გააჩნია ამ ხელისუფლებისადმი. იმიტომ რომ ალიანსში არიან. შეგიძლიათ გადასცეთ ყველას. ჩვენ მოვდივართ იმ პროგრამით, რომ ვამხილოთ როგორც სააკაშვილის რეჟიმი, ისე ნაწილობრივ ეს ოპოზიცია და იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ის ადამიანები, რომელსაც კრიტიკის არ გვეშინია და პირდაპირ უნდა უთხრათ მოსახლეობას, თუ რა გადაარჩენ საქართველოს. პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მაისაშვილმა საკუთარი კანდიდატურა CESCO-ში პირადად შეიტანა. მაისაშვილსაც 5 იანვარს გამარჯვების იმედი აქვს. მიზანი არის სამი სათნოების მსახურება, უფალი სამშობლო შვილები. ქვეყანა, რომელსაც ქვია საქართველოს განსაკუთრებული ქვეყანა. ამ ქვეყანას ჭირდება ფეხზე დადგომა, აყვავება.
ერთ-ერთი ბოლო ცესკოში დღეს პრეზიდენტობის კანდიდატად ირინე სარიშვილი დარეგისტრირდა. სარიშვილის მომხრეებს იმედი აქვს, რომ მათ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს. დღესვე კანდიდატად ქუთაისის ყოფილი მერი თემურ შაშიაშვილი დარეგისტრირდა. ირინე სარიშვილმა ჭანტურიამ განაცხადა, რომ მიიღებდა აუცილებლივ მონაწილეობას რიგარის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს განიმართება. ჩვენ მოგამომზადეთ საბუთები, შესაბამის პროცედურას დავიცავთ. ბოლო ინფორმაციით რეგისტრაცია 22-მა პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიარა. 6 ნოემბრამდე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ცესკოში 50,000 ხელმოწერა უნდა წარადგინონ. ხელმოწერების გადამოწმების შემდეგ 11 ნოემბრამდე კანდიდატების საბოლოო რეგისტრაცია მოხდება. რის შემდეგ ისინი ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატობის მოწმობებს მიიღებენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკი დაამტკიცა. რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გაკეთდა პლებისციტთან დაკავშირებით, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად 5 იანვარს უნდა გაიმართოს. მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება პლებისციტის დანიშვნის შესახებ. შეგახსენებთ, რომ საერთო სახალხო გამოკითხვა პლებისციტი დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს და მასზე გამოტანილი იქნება ორი საკითხი. პირველი, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე თუ 2008 წლის გაზაფხულზე. მეორე, უჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ნატო. ბრძანებულებით ასევე განისაზღვრა პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. ლევან გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მეორე ტური არ შედგება და ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს უფასო საეთერო დროით სარგებლობის მიზნით. მისი კანდიდატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკურმა მოძრაობამ წარადგინა. საარჩევნო პროგრამა საზოგადოებას გაჩეჩილაძე მომდევნო კვირას გააცნობს. ლევან გაჩეჩილაძის კაბინეტში და ეროვნული საბჭოს ოფისის თითქმის ყველა კედელზე ნოემბრის აქციების სამსახველი ფოტოებია გამოფენილი. თოფურიას ქუჩაზე მდებარე ამ ორსართულიან შენობაში, სადაც ცოტა ხნის წინ საბავშვო ბაღი მდებარეობდა, დღეს ოპოზიციურმა გაერთიანებამ ცენტრალური საარჩევნო შტაბი გახსნა. შტაბს ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის წარმომადგენელი კოკა გუნცაძე უხელმძღვანელებს. დაიგეგმება ჩვენი საარჩევნო კამპანია, მუშაობს PR ჯგუფი, მუშაობენ ექსპერტები, ძალიან მალე წარმოდგენილი იქნება სამუშაო გეგმა და ამ სამუშაო გეგმის მიხედვით ჩვენ ჩავატარებთ კამპანიას, საარჩევნო კამპანიას, რომელიც გარდაულად გვიყვანს გამარჯვებამდე. ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოფისის პრეზენტაციისას განცხადებას არ აკეთებს. ის ჟურნალისტების შეკითხვებს მოგვიანებით საკუთარ კაბინეტში პასუხობს. ლევან გაჩეჩილაძე გამართლებულად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ტელედებატებში მონაწილეობას მიიჩნევს. ის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ჩვენს მოწინააღმდეგეს ვთვლი მათ ყურა ხელისუფლება. მეორე ტური არ შედგება, მე მოვიგებ პირველ ტურში. ვის უნდა წარადგინა უპარტიო ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ საბჭოში შემავალ პარტიებს შორის კონსულტაციები გაიმართა. ოფისის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ცესკოში მის კანდიდატურას არა საინიციატივო ჯგუფი, არამედ კონსტანტინე გამსახურდიას მოძრაობა თავისუფლება წარადგენდა. საბჭოს წევრებს სურდათ ლევან გაჩეჩილაძე კვალიფიციური კანდიდატი გამხდარიყო და წინა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას უფასო საეთერო დროით ესარგებლა. ჩვენ ჩავაბარეთ პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების პოლიტსაბჭოს ოქმი, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წარვადგინოთ ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა. ეს გაკეთებულია გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს თხოვნით და ეს გააკეთა პოლიტიკურმა მოძრაობა თავისუფლება. ხვალ ალბათ გვექნება პარტიული წარდგენა ამ 9 პარტიის მხრიდან მისი, ამ კვირაში გვექნება პროგრამის პრეზენტაციაც და უკვე დავიწყებთ გასვლას რეგიონებში. ლევან გაჩეჩილაძის წინა საარჩევნო კამპანიას თან აქციები ახლავს. დღეს კანცელარიასთან ეროვნული საბჭოს ახალგაზრდული მოძრაობის წევრები მივიდნენ. მათ მიხეილ სააკაშვილის მუყაოს ფიგურა გააკეთეს და ფუშტებთან ერთად ცაში გაუშვეს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ბადრი პატარკაციშვილიც ბიზნესმენის განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შევიდა. კანდიდატად დარეგისტრირების მოთხოვნით ცესკოს საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. განაცხადი საარჩევნო კომისიაში დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა და ყოფილი პრემიერის ძმამ გიორგი ჟვანიამ შეიტანეს. მართალია დაუსწრებლად, მაგრამ უკვე ოფიციალურად ბიზნესმენი და ეჭვმიტანილი ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტია. მისი ფოტო და ხელმოწერილი განაცხადი დღის 12 საათიდან ცესკოში დევს.
არაოფიციალურად პატარკაციშვილმა პრეზიდენტობის სურვილი ბოლოს RTV-ის გადაცემაში გამოთქვა. ვიქტორ ტოკალერთან საუბრისას ბიზნესმენმა რამდენიმე მოტივი დაასახელა. მათ შორის პრინციპულობა, ქვეყნის ბედზე ზრუნვა და მოწყენილობაც აღმოჩნდა. Бодрис Александрович, а почему у очень богатого человека, на ваш взгляд, რატომ არ უჩნდება მდიდარ ადამიანს სურვილი თავის ნაჭუჭში ჩაიგდოს? ლამაზი ქალები, ცხენები, მეგობრებთან დროს ტარება, ხელოვნების ნიმუშები, ეს რა მოსაწყენია? Очень скучно. Я считаю, что ძალიან. ჩვენ სწრაფ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მაქსიმალურად ბევრი უნდა მოასწრო. ყველაფერი უნდა მოასწრო, რაც მოსასწრებია. თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ცხენები. მე ის ადამიანი არ ვარ, ვისთვისაც ეს საკმარისია. მე უნდა ვიმოქმედო, ვიმუშაო, რაღაც გავაკეთო ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის. RTV-ის გადაცემა პრაქტიკულად პატარკაციშვილის საპრეზიდენტო პროგრამის ერთგვარ პრეზენტაციადაც იქცა. რუს ჟურნალისტთან საუბრისას პატარკაციშვილი მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლას ასახელებს. Уже вот третий президент, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უკვე მესამე პრეზიდენტია, რომლითაც ხალხი უკმაყოფილოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველები თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტით არიან უკმაყოფილო. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირველი, რასაც ახალი სახელმწიფოს მეთაური გააკეთებს, საპარლამენტო რესპუბლიკის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება იქნება. რაც შეეხება საკონსტიტუციო მონარქიას, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებად პატარკაციშვილს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც მიაჩნია. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ურთიერთობის იმ ფორმის, რომელიც ამჟამად არსებობს. არ არის საჭირო ყველაფერში მოსკოვის ხელი დავინახოთ. არ არის საჭირო ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა. ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ურთიერთობის ნორმალიზება შევეცდები, სიყვარულის და არა სიძულვილის გზით. პატარკაციშვილი თავისი როგორც კანდიდატის მთავარ პლუსად უპარტიობას ასახელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში საკუთარი გუნდის მოყვანას არაპირებს. თუმცა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია უპარტიო კანდიდატის 7 თანამოაზრის ვინაობა. იმ საინიციატივო ჯგუფში, ვინც დღეს ცესკოში პატარკაციშვილის განაცხადი შეიტანა, პირველ ნომრად ვალერი გელბახიანი წერია. გელბახიანი, რომელიც 1999 წელს პარლამენტში აღორძინების კვოტით მოხვდა, დღეს ფრაქცია ჩვენი საქართველოსთვის ლიდერია. ეს ის ფრაქციაა, რომელსაც შექმნისთანავე უწოდეს პირველი პრორუსული ფრაქცია. ბადრი პატრაკაციშვილს იმდენი შეურაცხყოფა მიაყენა უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, რომ გამორიცხულია ასეთ შემთხვევაში, რომ ადამიანმა უბრალოდ არ მიიღოს ის გამოწვევა, რა გამოწვევაც ასე ვთქვათ, განუცხადა ნაცმოძრაობამ და მისმა ლიდერმა. ეს არ არის მარტო პრესტიჟის საკითხი, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის საკითხი. სიაში კიდევ ერთი ცნობილი სახე გოგლაჟვანია. თუ გელბახიანის პიროვნება და მისი ფრაქცია პატარკაციშვილის სახელთან აქამდე ასოცირდებოდა, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ ღიად მას მხარი დღეს პირველად დაუჭირა. ჩემი გადაწყვეტილება იმითია გამოწვეული, რომ მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ბატონი ბადრი პატარკაციშვილი ყველაზე უკეთ გაუძღვება შექმნილ პრობლემებს და გამოიყვანს ქვეყანას ამ რთული მდგომარეობიდან. საინიციატივო ჯგუფში კიდევ ერთი საინტერესო გვარი ფიგურირებს. გუგე ცანავა კონსერვატიული პარტიის წევრია. პარტიის, რომელიც თავის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს. ზვია ძიძიგური მიიჩნევს, რომ მათი პარტიის წევრის პატარკაციშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა გაჩეჩილაძის გაპრეზიდენტებას ხელს არ შეუშლის. ეს გუგეს გადაწყვეტილება იყო და ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ბატონი ბადრის კანდიდატურის პრეზენტაციაში მონაწილეობის მიღება არის ცუდი საქციელი. ეს ნამდვილად არ გონია, იმიტომ რომ არ არის ეს არც ბადრის კანდიდატურა და არც ლევანის კანდიდატურა არ არის ერთმანეთთან რაღაც დაპირისპირებულ რეჟიმში. პატარკაციშვილის სხვა მომხრეების ვინაობა, ისევე როგორც ოფიციალური სლოგანი და პროგრამა სავარაუდოდ უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი. ბიზნესმენი მას თავად წარადგენს. როგორც მისი ამ დროისთვის ცნობილი თანამოაზრეები ამბობენ, პატარკაციშვილი საქართველოში მალე დაბრუნდება. თუმცა კანონმდებლობით მას შეუძლია კენჭი დაუსწრებლადაც იყაროს. პატარკაციშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უკვე კეთდება განცხადებები პოლიტიკურ წრეებში. ქეთი ბოჯგოა ისაუბრებს მოამბის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში საღამომშვიდობის. ქეთი, საინტერესოა რა განცხადებებს აკეთებენ როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები ამ თემაზე. საღამომშვიდობის ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ ბადრი პატარკაციშვილის კანდიდატურის შესახებ. უმრავლესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ კანდიდატურისთვის მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის უფლება, ასე რომ ისინი ცდილობენ ნაკლებად გააკეთონ შეფასებები იმ გუნდის შესახებ, რომელიც დღეს დაფიქსირდა, იმ 7 ადამიანის შესახებ, რომლებმაც დღეს შეიტანეს საინიციატივო ჯგუფის სახით ბადრი პატარკაციშვილის კანდიდატურა ცესკოში. თქვენ ალბათ კადრებში ნახეთ, რომ
ცნობილ სახეებს შორის, რომელთაც შეიტანეს ბადრი პატარკაშვილის კანდიდატურა არის ნონა გაფრინდაშვილიც. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბადრი პატარკაშვილის გადაყენებას ის კატეგორიულად აპროტესტებდა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ისინი წარმატებას უსურვებენ ნებისმიერ კანდიდატს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი. ვინ იქნება პატარკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი, ეს მისი არჩევანია, ისევე როგორც იმ ადამიანების, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მის არჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და აქედან სავარაუდოდ რაიმე სიკეთეები მიიღონ. ასევე უმრავლესობის წევრები იმასაც აცხადებენ, რომ ისინი არ გამორიცხავენ შესაძლოა სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა მოხსნან კანდიდატურები პატარკაშვილის სასარგებლოდ, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ლევან გაჩეჩილაძე დღეს აცხადებდა, რომ ის არ მოხსნის თავის კანდიდატურას და პირველ ტურშივე გაიმარჯვებს. თუ ბადრი პატარკაშვილი შეუერთდება და დაიკავებს გარკვეულ პოზიციებს, ეს არის მოლაპარაკების საგანი და გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ესე ახლა უმრავლესობამ გამოგვიცხადოს, ვინაა ჩვენი ლიდერი, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ჩვენ ხო არ უცხადებთ უმრავლესობას, ვინაა მათი ლიდერი. თვითონ იციან, ვინც უნდათ, ასე ვთქვათ, იმას გამოაცხადებენ ლიდერებს. ბადრი პატარკაშვილზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. მე ბადრის უნდა გითხოთ და მე კანდიდატურას არ მოვხსნი, იმიტომ რომ ვარ ეროვნული საბჭოს არჩეული და დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ. ასე რომ რამდენიმე კვირიანი, ასე ვთქვათ, შეკითხვა პასუხგაცემულია. ბადრი პატარკაშვილი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო რაც შეეხება მისი შტაბის უფროსის ვინაობას, ის ჯერჯერობით გარკვეული არ არის და უახლოეს ერთ კვირაში გადაწყდება. დიდი მადლობა ქეთი პირდაპირ ეთერში. ქეთი ბოჯგუა საუბრობდა ბადრი პატარკაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცესკოში განაცხადი შეტანა იქნება დღეს კომენტარის ერთ-ერთი მთავარი თემა. ჩვენი სტუმრები, მისი საინიციატივო ჯგუფის წევრები ვალერი გელბახიანი, გიორგი ჟვანია იქნებიან, ასევე ჩვენ შეკითხვას პირდაპირ ეთერში უპასუხებს ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. საარჩევნო კამპანია დაიწყო დავით გამყრელიძემაც მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ქართული აკადემიის წევრებს შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა. პირველად საპრეზიდენტო პროგრამა დავით გამყრელიძემ ქართული აკადემიის წევრებს გააცნო. წარმოდგენილი პროგრამა საბოლოო ვარიანტი არ არის, მაგრამ მთავარი თეზისი კონსტიტუციური მონარქიის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება. მონარქიის აღდგენას ქართული აკადემიის ყველა წევრი უჭერს მხარს. პრინციპში მე მხარს უჭერ ამას, მაგრამ მხოლოდ ერთ პირობაში. ესე ნორმალური მონარქიის განათლებული, აღზრდილი, ესე ეკლესიის წიაღში აღზრდილი მონარქია. გამყრელიძის პროგრამაში ასევე წერია, რომ გაუქმდება შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, ხოლო არმიის რიცხოვნობა შემცირდება. გამყრელიძისთვის მიუღებელია სავალდებულო სამხედრო გაწევა, თუმცა საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისთვის პრიორიტეტად რჩება. მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც გეგმავს. აქ ჩემის აზრით დაშვებული იყო სერიოზული შეცდომები, ხა რუსეთის აგრესია ზოგადად ცნობილია, მაგრამ საქართველოს მხრიდან, პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, თუნდაც ის რიტორიკა შეუფერებელი სახელმწიფოს მეთაურისთვის, რიტორიკა შეუფერებელი დიპლომატიური ურთიერთობისთვის, გარკვეულ საბაბს და საშუალებას აძლევდა რუსეთის მხარეს, კრემლს, რომ ბევრად უფრო აგრესიული ყოფილიყო თავის მოქმედებებში. დავით გამყრელიძის საპრეზიდენტო პროგრამაში ძირითადად ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების და სხვა სოციალური დახმარების ზრდაზეა საუბარი. მეცნიერებთან და კულტურის მოღვაწეებთან ნაკლებად ისაუბრა ეკონომიკური განვითარების ხედვაზე. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ მთავრობა იყოს ცოტა, სახელმწიფო იყოს ცოტა, შესაბამისად ნაკლები ხარჯი იქნას გაწეული და მეტი ფული დაუტოვოთ კერძო სექტორს. მათ გარწმუნებთ, რომ გაცილებით უკეთესად იციან, სად მიმართონ, როგორ ინვესტიციები გააკეთონ და როგორ დახარჯონ ის ფული, რაც დარჩება ეკონომიკაში. დაპირებები საპრეზიდენტო კანდიდატისგან ყველა სფეროს წარმომადგენელმა მიიღო. განათლების შესახებ კანონის მოქმედების შეჩერება, სამეფო სამეცნიერო აკადემიის დაარსება, სპორტის აკადემიის აღდგენა. თუ საქართველოს მოსახლეობას იმნიჭუ არ იყო, რომ უარი არ თქვა სააკაშვილის ხელისუფლებაზე მომავალშიც არა, მაშინ ჩვენ განათლების და კულტურის კი არა არსებობის უფლების აღარ გვექნება საერთოდ რეალურად ვილაპარაკოთ. ჩანს რომ არსებობს ხალხი ამ ძალას ყავს ეს ხალხი, ვისაც შეუძლია მართლა რეალურად რაღაცების გათვლა და არა ემოციებზე და არა პირზე აგებული რაღაცა საქმეების კეთება. დავით გამყრელიძემ შეხვედრაზე განმარტა, რომ დარწმუნებულია არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში და შეკრებილეს მომავალში შეხვედრასაც დაპირდა. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. შრომის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. ეს აქცია ტარდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილს კიდევ ერთხელ უთხრათ. დიქტატორო სააკაშვილო, ხელების შორს ქართველი ხალხი
შენი საარჩევნო ბიულეტინში სახელი და გვარის გაგონება ქართველი ხალხისთვის იქნება კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა. შენ დაარბიე საქართველოში 100,000 ადამიანი. მოწამლე და მხოლოდ შეურაცხყოფას მიაყენებ იმითი რომ შენ კიდევ ერთხელ იყრი კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას 5 იანვრის არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამ განცხადებას სერგეი ბაღაფში აკეთებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია აფხაზეთის არალეგიტიმური ხელისუფლების რიტორიკა და ისინი არჩევნებზე მაინც სწავლენ. სერგეი ბაღაფში გალის რაიონის მოსახლეობას მოუწოდებს არ მიიღოს მონაწილეობა 5 იანვარს დანიშნულ არჩევნებში. ინფორმაციას გალის ლეგიტიმური ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავრცელებენ. მათი განცხადებით ეს მოწოდება რუსეთის ინტერესებს ემსახურება და რეგიონში სიტუაციის დარეგულირების წინააღმდეგ არის მიმართული. ბაღაფშისთვის და ზოგადად აფხაზური მხარისთვის ცნობილია გალის რაიონის მოსახლეობა, ქართველების განწყობა, რომ ისინი აქტიურად უჭერენ საქართველოს პრეზიდენტს მხარს, მიხეილ სააკაშვილს და აქედან გამომდინარე, ეხლა ცდილობენ რაღაც ეთყობა მიიღეს რუსეთიდან რაღაც გარკვეული მითითებები და ცდილობენ აი ამით შეუშალონ აი ამ პროცესს ხელი. გალის რაიონის დაბალ ზონებში მოსახლეობა აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად ისინი მაინც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა ხმას ძირითადად ზუგდიდის რაიონის სოფლებში, განმუხურსა და ორსანტიაში განთავსებულ საარჩევნო უბნებზე აძლევენ. მოსახლეობა იმით ციტუებს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნურ გართულებებს არ შეუქმნიან და გადაადგილების პრობლემაც არ შეექმნებათ. ჩემი აზრით, იყვნენ უნდა მონაწილეობა. რატომ არ უნდა წავიდეს, მაგრამ საერთოდ მაინც ზეწოლა იქნება რა. იქნება, ჩემი აზრით. ნაწილი ამბობს წავა, ნაწილი ამბობს ვერ წავა. აი, ვერ წავა ის, ვისაც მაინც ეშინია. ხო, ასე საქმე. ამ დროისთვის გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ძირითადად ხანში შესული ადამიანები ცხოვრობენ. სოფლები თითქმის მთლიანად დაცარიელებულია. ქაურ მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებულად გაუარესებული კრიმინალური მდგომარეობა არჩევნებში მათ მონაწილეობას ხელს არ შეუშლის. არის შეშინავენ ვინც იძულებული არიან წავიდნენ ვალდებული. ვალდებულნი არიან. კი, ვალდებული არიან, კი. მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობის სურვილისა, გალის დაბალი ზონის სოფლებში მოსახლეობაში მაინც არსებობს შიში. ისინი ხშირ შემთხვევაში ერიდებიან კამერებთან ურთიერთობას, თუმცა პირად საუბრებში უმეტესი მათგანი ადასტურებს, რომ 5 იანვრის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას უკვე მეორედ პარლამენტიდან შეასრულებს პრეზიდენტის არჩევნებამდე. ნინო ბურჯანაძე პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში იმუშავებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს კონსტიტუციით მხოლოდ 3 შეზღუდვა ექნება. ნინო ბურჯანაძე მთავრობისა და თვითმმართველობის ორგანოების დათხოვნას, ასევე რეფერენდუმის დანიშვნას ვერ შეძლებს. წლის ბოლომდე პარლამენტი განსაკუთრებული დატვირთვით იმუშავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ბიუროს ხდომა ჩაატარა და კვირის ბოლომდე განსახილველი საკითხები დაგეგმა. მათ შორის მთავარი საბიუჯეტო ცვლილებებია. საგანგებო სესია ხუთშაბათს დაინიშნა. პარლამენტი როგორც წესი არჩევნებამდე როგორც წესი ასე წელია რეგლამენტში შეზღუდული რეჟიმით მუშაობდა, მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სადღაც 5-6 სესიის ჩატარება მოგვიწევს, მათ შორის მოგვიწევს ამ კვირაში საგანგებო სხდომის ჩატარება. მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას კონსტიტუციის 76 მუხლის თანახმად ასრულებს. ამავე მუხლის მიხედვით ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. ბურჯანაძე პარლამენტის შენობას არ დატოვებს. უფლებამოსილების შესასრულებლად ის საპარლამენტო ფლიგელში გადაინაცვლებს. მოვალეობის შემსრულებლისათვის კონსტიტუცია გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ერთი ეს არის მთავრობის დათხოვნა და ძალოვანი მინისტრების გათავისუფლება. მეორე ეს არის რეფერენდუმის მოწყობა და მესამე ეს არის თვითმმართველობის დათხოვის კომპეტენცია. სხვა ყველა უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების შემსრულებელს აქვს სრულად. იქიდან გამომდინარე, რომ დაცული იყოს ის ატრიბუტიკა და სიმბოლიკა, რომელიც თან ახლავს პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობის განხორციელებას, სწორედ ის საქმიანობას განახორციელებს პრეზიდენტის ფლიგელში, ამრიგად ეს დაცული იქნება და გამომდინარე იქიდან, რომ ამ მოვალეობის შესრულება დროით შეზღუდულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რომელიმე თავის ფუნქციას არ განახორციელებს. ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საქართველოს მთავრობა. ჩვეულებრივად დაძაბულ რეჟიმში, ანუ არანორმირებული სამუშაო დღე ბუნებრივია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი იმ დავალებებს შეასრულებს, რომლებიც 25 ნოემბრამდე მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ეს დავალებები უნდა შესრულდეს და მთავრობა მუშაობს, მე ვიცი, აი, უწყვეტ რეჟიმში და ინტენსიურად და ეფექტიანად.
ჩვენაც ძალიან კარგად გვაქვს დაცდილი წლების წინათ, ქალბატონი ნინო უკვე გახდათ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობას მეორე დასრულებს. მისი უფლებამოსილების ვადა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გრძელდება. ტოლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თანამშრომლებს დღეს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა ლადო გურგენიძე ახალი მინისტრი დაახასიათა როგორც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც მთელ თავის ენერგიას ახალ სამსახურს წარმატებით მოახმარს. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს მომავალ დაფინანსებაზეც ისაუბრა. სამინისტროს თანამშრომლებმა ლადო გურგენიძეს საპრეზიდენტო პროგრამა ჩემი სახლის პლაკატი აჩუქეს. თავად კობა სუბელიანი კი განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებებს სამინისტროში არ გეგმავს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს კობასი და ასევე ყოველი თქვენთაგანის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი საიმისოდ. ფინანსირებას რაც შეეხება ამაზე მუშაობთ, ამაზე თქვით ჩვენ უკვე და ბუნებრივია გავაგზავნებთ თანხების მოძიებას იმისათვის, რომ აი ადამიანთა ეს სამწუხაროდ დიდი კატეგორია ავტომობილების და დევნილების მაქსიმალურად რის შესაძლებლობას იძლევა დღეს ბიუჯეტი დღევანდელი ფინანსური სიტუაცია იყვნენ დაკმაყოფილებულები. მე პრინციპში შენობაში ჯდომას არ ვაპირებ. დანარჩენს აპარატი მიხედავს. აუცილებელ შეხვედრებს რა თქმა უნდა ვაწარმოებ ყველა დონორ ორგანიზაციასთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რომ დევნილებს დაეხმარონ, მათ მოუხსნი ყველა ბიუროკრატულ პრობლემას და ხელს შევუწყობ რომ უშუალოდ მე ვიყო მათი ასე ვთქვათ კურიერი იმ საქმეში, რასაც დევნილთა საქმეების განხილვა ქვია და დევნილების საქმეების მოგვარება. კრიმინალურმა პოლიციამ პატრულის მკვლელობისთვის ზებნილი გიორგი მელაძე დააკავა. მელაძემ 17 ივლისს ლესელიძის ქუჩაზე ყაჩაღური თავდასხმის დროს პატრულის თანამშრომლებს შეერაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ინციდენტის დროს დაიღუპა პატრული მამუკა გოგოლაძე. ზებნილი მელაძე ამ დროისთვის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. რომელმაც მოითხოვა გაგოჩერებინა. ტაქსმა გააჩერა. ჩვენ გადმოხდით მანქანიდან და პატრულის მიმართულებით მოხდა გასროლა. ამის შემდეგ მივიმალეთ. დაკავებული იქნა თამას ბორისიძე მელაძე, რომელმაც მიმდინარე წლის 17 ივლისს თავის თანამზრახველთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა ერთ-ერთ სუპერმარკეტზე, რა დროსაც მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს და ამ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს წესასროლი იარაღიდან გასროლით მოკლული იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი მამუკა გოგოლაძე. ახლა კი პირდაპირ ეთერში გთავაზობთ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიმართვას საქართველოს მოსახლეობისადმი. ძვირფასო თანამემამულენო. მოგესალმებით და მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. მას შემდეგ, რაც გადადგა საქართველოს პრეზიდენტი, მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მეკისრება ვალდებულება შევასრულო პრეზიდენტის მოვალეობა საარჩევნო პერიოდში. ეს უკვე მეორედ ხდება საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე, როდესაც საკმაოდ რთულ ვითარებაში, არაორდინალურ ვითარებაში მე მეკისრება მოვალეობა შევასრულო ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის ფუნქციები. ძნელად წარმომედგინა, რომ ეს ვითარება კვლავ გამეორდებოდა და ძალზედ სამწუხაროა, რომ იმ რთული ვითარების ფონზე, რომელიც შეიქმნა საქართველოში რამდენიმე დღის წინ, ჩვენ იძულებულნი გავხდით მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ბუნებრივია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან მნიშვნელოვან გზის გასაყარზე. დღეს საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე. თითოეული ჩვენგანი ვართ უზარმაზარი გამოცდის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, გაუძლოთ ნებისმიერ ცდუნებას, რომ ავყვეთ ემოციებს. არ ვიყოთ და არ ვიაზროვნოთ ცივი გონებით. არ ვიყოთ სრულად პასუხისმგებლობის გრძნობით ახსავსენი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისათვის ამ მართლაც ისტორიულ მომენტში ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ერთად ნებისმიერი პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანმა. ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, ქვეყანამ შეინარჩუნოს ნორმალური პოლიტიკური რეჟიმი,
ქვეყანა ცხოვრობდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და 5 იანვარს თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო ყუთთან და ნორმალურ დემოკრატიულ პროცესში გააკეთოს არჩევანი თავისი ქვეყნის მომავალი განვითარების, თავისი ქვეყნის მომავალი წარმატების სასარგებლოდ. მე როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და როგორც საქართველოს მოქალაქე ნინო ბურჯანაძე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენ არჩევნების წინა პერიოდში ნორმალურ, სტაბილურ, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრობდეთ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს შვიდ, სამართლიან, სტაბილურ გარემოში და რომ არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავითარი ეჭვი არ გაუჩნდეს. ამისათვის საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა. მე მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისაკენ. მოუწოდებ, რომ ჩვენ კვლავ დაუბრუნდეთ დიალოგის რეჟიმს და მოლაპარაკების მაგიდას იმისათვის, რომ წინა საარჩევნო პერიოდი მართლაც ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში წარიმართოს. მოუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ კარგად აწონ-დაწონოს, ვიდრე საარჩევნო ყუთთან მივა. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას საბოლოო არჩევანს გააკეთებინებს. ბუნებრივია თითოეული თქვენგანი იფიქრებს იმაზე, რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში, რა იყო იმის მიზეზი, რომ დაინიშნა რიგარეში არჩევნები და რა უნდა გაკეთდეს ხვალ იმისათვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული, წარმატებული და ისეთი ღირსეული იყოს, როგორც ეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ქართველს შეეფერება. წინა პერიოდში არსებობდა შეცდომები, მაგრამ მე მოუწოდებ თითოეულ მოქალაქეს თავისი არჩევანის გაკეთების დროს, იმ პერიოდში, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდია, აუცილებლად იფიქროს იმის თაობაზე, რა უფრო მეტი იყო ამ ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში. წარუმატებლობა თუ წარმატება, შეცდომა თუ სწორად გადადგმული ნაბიჯები. ის კურსი, რომელიც ქვეყანამ აირჩია, ურყევია, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური და დემოკრატიული ფასეულობებისაკენ და მე ამაში თითოეული თქვენგანის, თითოეული ადამიანის, საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალიან დიდი თანადგომის და ძალისხმევის იმედი მაქვს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებელი, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მთავრობის ყველა რგოლი, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მუშაობდეს წარმატებულად, მუშაობდეს ეფექტურად და არც ერთმა ადამიანმა არ იგრძნოს გარდამავალი ეტაპის სირთულე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ქვეყანამ გაუძლოს ამ კიდევ ერთ ძალიან დიდ გამოცდას. ბევრი გამოცდისთვის გაუძლია საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდაც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის მიერ წარმატებულად და ქვეყნის სასიკეთოდ იქნება ჩაბარებული. დიდი მადლობა. მენინგო კოქცემის შემთხვევა თბილისში 5 წლის გოგონას ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმ საბავშვო ბაღში, სადაც გოგონა დადის კარანტინია გამოცხადებული. 5 წლის ნათია ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით წვავე მენინგოკური ინფექციის დიაგნოზით მიიყვანეს. ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა და თავის ტკივილებს უჩიოდა. ექიმების განცხადებით, ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. ავადმყოფის მდგომარეობა შესაბამისი მკურნალობის ფონზე გაუმჯობესებულია. დღეისთვის. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც საშიშროება. უკვე თითქმის გადალახულია საშიშროება. შოკიდან გამოსული ავადმყოფი. ექიმები დღეს იმ ბაგაბაღშიც იყვნენ, სადაც ნათია დადიოდა. ვინაიდან მენინგოკური ინფექცია ადამიანებთან კონტაქტით გადადის, ბავშვის ყველა ჯგუფს პროფილაქტიკის მიზნით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. 63 საბავშვო ბაღში 10 დღით კარანტინი გამოცხადდა. მოვიდნენ ეპიდემიოლოგიის სამსახურიდან, რომლებმაც აუღეს იმ ყველა ბავშვს ნაცხი, რომელიც უშუალო კონტაქტში იყო ამ ბავშვთან და უკვე საღამოსთვის დაგეგმილი არის დეზინფექციური საშუალებები, უნდა ჩავატაროთ დეზინფექციური სამუშაოები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით მენინგოკური ინფექციით დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან 2/3-ზე მეტს ბავშვები შეადგენენ.
იმისათვის რომ შედეგი ფატალური არ იყოს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმს დროულად უნდა მიმართოთ. უნდა ვიყოთ ყურადღებით, განსაკუთრებით ბავშვების მშობლები, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც ორგანიზებულ კოლექტივებში არიან, რომ თუ აქვს უმიზეზო სიცხის მატებას ადგილი, თუ აქვს გამონაყართ, თუ არის თავის ტკივილი, ტემპერატურის მატებაზე გითხარით, მაშინვე მივაქციოთ ყურადღება, არ დავტოვოთ რეაგირების ღეში და აუცილებლად მიმართოთ ექიმს. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მენინგოკური ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა არ იზრდება. წელს სულ ამ ინფექციით დაავადების 27 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს რაიონის სოფელ ორმოღალოში 23,000 მაცხოვრებელს პირადობის მოწმობები და პასპორტები დაურიგდა. ადგილობრივები პირადობის დამადასტურებელი მოწმობების არქონის გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნიდან გასვლას და არჩევნებში მონაწილეობას. დღეს პასპორტების გადაცემის პროცედურა დაათვალიერეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლეონ თარხნიშვილმა და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსმა. პირადობის მოწმობის გარეშე ან პასპორტის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ხმის მიცემა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა აქედან გამომდინარე წლების განმავლობაში იყო ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომლებიც ამ ფუნდამენტალურ უფლებას იყვნენ მოკლებულები. ძნის არ იყო პასპორტი და მოსახლეობა. მიიღო სადღაც აი ბოლო 80% მოსახლეობა პასპორტი. სამეგრელოს რამდენიმე რაიონში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ოჯახებს დღეს 5 კუბური მეტრი შეშა გადასცეს. შეშა რაიონში მცხოვრებლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ჩაუტანეს. შეშით ასევე მომარაგდებიან ენგურს გაღმარს მდებარე ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების სკოლები. ძირითადად მუშაობთ გუბერნატორებთან განათლების სამინისტროსთან. ყველა ის სკოლა, რომელსაც ჯერ არ მიუღიათ შეშა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ. უშუალოდ დავდივართ, ვარიგებთ ამ შეშას. როგორც ხედავთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება.